ეს იყო 2024 წლის 5 ოქტომბერი, როდესაც ტექნოლოგიური კომპანიის დირექტორი და 4 შვილის მამა ჯასტინ ბინგემი ზაიონის ეროვნულ პარკში კანიონში საშინელი უბედურება შეემთხვა. ამან დამაფიქრა და მეტი კვლევა დამაწყებინა ამ სპორტზე. ამიტომ დღეს ვისაუბრებთ ადამიანთა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კანიონინგის კატასტროფებზე. ვიცი, რომ ეს დიდი განცხადებაა, ამიტომ მინდა თქვენი აზრი მოვისმინოთ თუ არ მეთანხმებით. მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ. ეს ეპიზოდი მოგიყვებათ რამდენიმე შოკის მომგრელ ისტორიას, მათ შორის ტრავმულ დაზიანებებს, ჩანჩქერებს და ამ ექსტრემალური სპორტის ისტორიაში ყველაზე მძიმე ადამიანურ დანაკარგს. როგორც ყოველთვის, მაყურებელს გირჩევთ სიფრთხილე გამოიჩინოს. კანიონინგი ან კანიონერინგი, იმის მიხედვით საიდანაც ხართ, შეიძლება ერთი ან მეორე სახელით გსმენიათ. მაგრამ ორივე ერთი და იმავე რამეს გულისხმობს. ღრმა ვიწრო ხეობებში ჩასვლა, რომლებიც წლების განმავლობაში წყლის მიერ არის გამოკვეთილი. ეს არ არის თქვენი ჩვეულებრივი ლაშქრობა. სინამდვილეში ეს ბევრად უფრო ინტენსიურია. წარმოიდგინეთ, როგორ ეშვებით ციცაბო კლდეებზე, იჭედებით ვიწრო ნაპრალებში, ციუ მდინარეებში გადიხართ და ზოგჯერ ბნელ წყლის აუზებში ცურავთ, სადაც კანიონის კედლები ასობით ფუტით მაღლა გიზრდებათ თავზე. ეს ამაღელვებელია, მაგრამ ასევე საშიშია, ძალიან საშიში. ადამიანები, რომლებსაც კანიონინგი უყვართ, ხშირ-ხშირად ამბობენ, რომ ეს არაფერს გავს მსოფლიოში. მღელვარება იმაშია, რომ ხარ ისეთ შორეულ და ხელუხლებელ ადგილას, სადაც ყოველი ნაბიჯი სარისკო გამოწვევაა. ბუნება არაპროგნოზირებადია და ასეთ ადგილებში ცოტა რამეც საკმარისია, რომ ყველაფერი არასწორად წავიდეს. ეს გვიყვანს ჯასტინ ბინგემის ბოლო ტრაგიკულ ისტორიამდე, კაცამდე, რომელიც იცნობდა რისკებს, მაგრამ მაინც უყვარდა თავგადასავალი. ჯასტინ ბინგემი ჩვეულებრივი ოფისის თანამშრომელი არ იყო. დიახ, ის ტექნოლოგიური კომპანიის სახელად ოპინიონის აღმასრულებელი დირექტორი იყო, მაგრამ ამ მაღალი წნეხის ცხოვრებას აბალანსებდა თავგადასავლებისადმი ღრმავნებით, განსაკუთრებით კი ბუნებაში ყოფნით. ის არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ ბუნებაზე საუბრით ან ბრტყელ ბილიკებზე ნელა სეირნობით. ის იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარდა აღმასრულებელი დირექტორის როლის გვერდზე გადადება, თავის დავიწყება, მიწის შეგრძნება ფეხქვეშ, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე გასვლა და ისეთი ადგილების აღმოჩენა, სადაც ცოტას თუ გაუბედავს წასვლა. იმ დროისთვის, როცა ჯასტინი 40 წელს მიაღწია, მას უკვე ჰქონდა ჩამოყალიბებული რეპუტაცია როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. რებაში ბიზნეს სამყაროში ის ცნობილი იყო როგორც ხედვის მქონე ლიდერი, რომელმაც კომპანია ოპინიონ არაერთი მართლაც რევოლუციური ინოვაციის გზაზე წაიყვანა. მაგრამ მეგობრებსა და ოჯახში ის ცნობილი იყო როგორც ადამიანი, რომელიც ყოველთვის გეგმავდა შემდეგ დიდ თავგადასავალს ბუნებაში. იქნებოდა ეს მთის ველოსიპედით სეირნობა, ლაშქრობა თუ მისი საყვარელი საქმიანობა, კანიონინგი. 2024 წლის 5 ოქტომბერს ჯასტინი და მისი 3 თანამგზავრი კანიონინგზე გაემართნენ იმ ადგილას, სადაც ჯასტინი უკვე ნამყოფი იყო, ზაიონის ეროვნულ პარკში, იუტაში. ზაიონი ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი კლდოვანი წარმონაქმნებითა და ღრმა, მიხვეულ-მოხვეული კანიონებით. ეს იდეალური ადგილია თავგადასავლების მაძიებლებისთვის, როგორიც ჯასტინია. ამჯერად ისინი მიემართებოდნენ ჰიპის კანიონისკენ, რომელიც უბრალოდ დამწყებთათვის არ არის. ის იზოლირებულია, უხეშია და ძალიან ციცაბოა. ჰიპის კანიონის კედლები მაღლა აღიმართება შენს ზემოთ, ამიტომ როცა უფრო და უფრო ღრმად ჩადიხარ, თავს სრულიად მოწყვეტილად გრძნობს სამყაროსგან. მხოლოდ შენ ხარ, კედლები და ზემოთ ცის ვიწრო ზოლი. ჰაერი შეიძლება დამთრგუნველი იყოს ამ ვიწრო სივრცეებში და ბილიკი სავსეა ბარიერებებით. შეიძლება მოგიწიოს 100 ფუტის სიმაღლიდან თოკით ჩამოსვლა მხოლოდ იმისთვის, რომ ყინულივით ცივ წყალში აღმოჩნდე, სადაც გაცურვა მოგიწევს. შეიძლება რთულად და საშიშად ჟღერდეს, მაგრამ ჯასტინისთვის ეს სწორედ მიმზიდველობის ნაწილია. ამიტომ, რა თქმა უნდა, იმ დილით ჯგუფი აღფრთოვანებული და მზად იყო გამოწვევისთვის. მათ იცოდნენ, რა შეეხვეოდნენ და წინასწარაც მოემზადნენ. ეხლა თუ თქვენ არასდროს დაშვებულ ხართ თოკით, ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ეს სურათი, 10. ეს მხოლოდ თოკზე დაჭერასა და ფილმებივით ქვევით ქანაობაზე არ არის. ეს არის დაძაბულობისა და კონტროლის ფრთხილი ბალანსი. შენ ნელა ეშვები ქვევით, ყურადღებით აკონტროლებ, რომ თოკი სწორ ტემპში მოძრაობდეს. კანიონის კედლები უხეში და დაუნდობელია, ესე რომ ერთი არასწორი მოძრაობა, ერთი წამით ყურადღების მოდუნება და ყველაფერი სწრაფად შეიძლება ცუდად წავიდეს. ჯგუფი რამდენიმე პატარა ჩამოსვლაზე დაეშვა თოკით, ფრთხილად მართავდნენ თოკებსა და აღჭურვილობას, გზად კი კანიონის თვალწარმტაცი სილამაზით ტკბებოდნენ. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ისინი შეუფერხებლად გადაადგილდებოდნენ და დღის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჩამოსვლას მიაღწიეს, დაახლოებით 150-დან 200 ფუტამდე სიმაღლეზე. ჯასტინმა თოკით დაშვებისთვის მოემზადა, ხოლო მისი მეგობრები ზემოდან უყურებდნენ და მზად იყვნენ, მის შემდეგ ჩამოსულიყვნენ, როგორც კი ის ბოლოში ჩავიდოდა.
მაგრამ შემდეგ რაღაც საშინლად არასწორად წავიდა. შესაძლოა ფეხი დაუწდა მოლიპულ ქვას. შესაძლოა თოკი ბოლომდე მყარად არ იყო დამაგრებული. ჩვენ ამას ზუსტად ვერასდროს გავიგებთ. რაც ნამდვილად ვიცით ის არის, რომ სულ რამდენიმე გულისცემაში ჯასტინმა მოჭიდება დაკარგა და დაეცა, უძლური იყო მიზიდულობის წინააღმდეგ, რომელიც მიწისკენ ეკაჩებოდა. ის 200 ფუტის სიმაღლიდან ჩამოვარდა, არაფერი არ რომ დაეჭირა. კანიონის კედლები დაბინდა, როცა ის ქვემოთ ეცემოდა. ეს მოულოდნელი და კატასტროფული იყო. მისი მეგობრები მხოლოდ შიშით უყურებდნენ, უძლურები იყვნენ, რომ შეეჩერებინათ ის, რაც ხდებოდა. იმ დროისთვის, როცა პარკის რეინჯერები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, უკვე ძალიან გვიანი იყო. ჯასტინი დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მისი მეგობრები შოკში დარჩნენ, ცდილობდნენ გაეგოთ, როგორ გადაიქცა დღე ერთი თვალის დახამხამებაში საინტერესო თავგადასავლიდან უთქმელ ტრაგედიად. ტრაგედია ის არის, რომ ჯასტინი გარდაიცვალა 2024 წლის 5 ოქტომბრის ღამეს, სულ 3 დღით ადრე მის 41 დაბადების დღემდე. მოდით 2024 წლიდან გადავინაცვლოთ 2003 წლის მართლაც შემზარავ ისტორიაში. ეს იყო ცივი შაბათკვირა 2003 წლის ნოემბრის შუაში. ორი ძმა, ჯასტინ და ჯერემი ჰარისები, სან-რაფაელის სველში ლაშქრობაზე წავიდნენ. იუთას ეს რეგიონი თავისი უხეში სილამაზით არის ცნობილი. მოხვევადი კანიონები, ცათამჯენი კლდის კედლები და ვიწრო ხრელები, რომლებიც უსასრულოდ იხვევა და ტრიალებს. ორი ძმა ნამდვილი თავგადასავლისთვის მზად იყო. მათ ბევრი მარაგი, ტექნიკური დაშვების აღჭურვილობა და კამერა ჩაალაგეს, რომ თავიანთი მოგზაურობა დაეფიქსირებინათ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ 3 კანიონის დაძლევა, თითოეული უფრო რთული იყო ვიდრე წინა. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა. ძმები ვიწრო გასასვლელებში მიიწევდნენ, თოკით ეშვებოდნენ 20-დან 80 ფუტამდე სიმაღლის ჩამოვარდნებზე. ეს მათ ადრეაც გაუკეთებიათ. მათ იცოდნენ, როგორ ემართათ თოკები, აერჩიათ ყველაზე უსაფრთხო გზა და არ ეჩქარათ. მაგრამ როცა განსაკუთრებით რთულ მონაკვეთთან მივიდნენ, მათი ბედი შეიცვალა. დიდი ლოდი კანიონის ძირისკენ გზას უღობავდათ. ის ძალიან დიდი იყო გადასაადგილებლად, ამიტომ ჯასტინმა ფრთხილად გადააცურა თავისი სხეული უზარმაზარ ლოდს, ცდილობდა საკრდენი ეპოვა. მან თვალი დაადგა ლოდს, რომელიც მყარი ჩანდა და მასზე გადაიტანა წონა. რამდენიმე წამში მან წარეგამოცდილებით გაიგო, რომ ის ლოდი მოლიპული იყო. ფეხი დაუწდა, ბალანსი დაკარგა და უკონტროლოდ დაიწყო დაღმართზე სრიალი. იმ წამებში დრო ალბათ შენელდა. ჯასტინმა ალბათ იფიქრა, რომ შეძლებდა დაცემის გაკონტროლებას, ან მაინც ისეთ ადგილას დაეშვებოდა, სადაც ძალიან არ დაშავდებოდა. მაგრამ როცა ვარდებოდა, მისი სხეული ქვაზე დაენარცხა. დარტყმამ მას მარცხენა ფეხი დაულეცა. ჯასტინის კვირილი კანიონში გაისმა, როცა ტკივილმა მთელ მის სხეულში გაიარა. ჯერემი, რომელიც ზემოდან უყურებდა, მაშინვე ჩამოეშვა ძმის გვერდით. როცა მიაღწია მასთან, დაინახა, რამდენად მძიმე იყო მდგომარეობა. ჯასტინის ფეხში ძვალი ისე ძლიერ იყო გატეხილი, რომ აშკარა იყო ეს უბრალოდ ტრავმა არ იყო. ისინი დახმარებისგან მილის დაშორებით იყვნენ, მაგრამ ბნელდებოდა და ტემპერატურა სწრაფად ეცემოდა. ეს ნამდვილად არ დაეხმარა. ტკივილი ორჯერ უფრო ძლიერად იგრძნო. როცა პანიკა ჩაცხრა, ისინი ერთად ლოცულობდნენ, რაღაც რაც ბავშვობიდან აღარ გაუკეთებიათ. ეს სასოწარკვეთილი მომენტი იყო და იმ შვიდ კანიონში ასე ჩანდა, თითქოს სხვა აღარაფერი დარჩენილი იყო გასაკეთებელი. რამდენიმე წუთის შემდეგ მიხვდნენ, რომ ორივეს ერთად კანიონიდან ვერ გამოაღწევდნენ. საკმარისი დრის სინათლე აღარ იყო დარჩენილი, რომ უსაფრთხო გზა ეპოვათ და ჯასტინი კიდევ უფრო მეტად იტანჯებოდა ამ ყველაფერში. ჯერემიმ უნდა წასულიყო და დახმარება მოეძებნა. ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. მზის ჰორიზონტს მიღმა ჩასვლისას მათ საკვები და მარაგები გაიღვეს. ჯერემიმ აიღო ყველაფერი, რაც წინ გრძელი ლაშქრობისთვის სჭირდებოდა, ხოლო ჯასტინმა იმდენი დაიტოვა, რომ ღამე მარტო გადაეტანა. ჯერემის წასვლამდე ორივეს შინაგანად გაუჩნდა სურვილი, ერთმანეთისთვის ფოტოები გადაეღოთ. ეს უცნაური საქციელი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩანდა. ჯასტინის ფოტოში რაღაც შემზარავია. თეთრი ბურუსიანი ფიგურა მისკენ იხრება. ამაზე დიდხანს არ უფიქრიათ. უფრო სერიოზული პრობლემები ჰქონდათ მოსაგვარებელი. მაგრამ დღემდე ეს ამოუხსნელ საიდუმლოდ რჩება. შეიძლება სინათლის თამაში იყო. შეიძლება რაღაც სხვა იყო. ჯერემი კანიონიდან გასვლას შეუდგა, მაგრამ ეს მარტივი საქმე არ იყო. რელიეფი დაუნდობელი იყო და ჯერემი, რომელიც 15 წლიდან ხელოვნური თეძოთი ცხოვრობდა, ძლივს ახერხებდა მოძრაობას. ჯერემის თეძოს პრობლემა ჩვეულებრივი ტრავმის შედეგი არ იყო. თინეიჯერობისას მას მძიმე ძვლის ინფექცია, სახელად ოსტეომიელიტი დაემართა, რამაც სახსარი დააზიანა და მისი შეცვლა გახდა საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურმა თეძმ მას მოძრაობის უნარი დაუბრუნა, მან სისწრაფე შეზღუდა და ხანგრძლივი ლაშქრობების დროს ტკივილი უჩნდებოდა. კანიონში ეს ტკივილი კიდევ უფრო გაძლიერდა ყინვის გამო, რადგან ღამით ტემპერატურა 15 გრადუს ფარენჰაიტამდე დაეცა. ჯერემის გაჟღენთილი ტანსაცმელიც არ ეხმარებოდა. ჯერემის ტანსაცმელი გაიჟღინთა, რადგან მას 5-დან 10-მდე ყინულიან ორმოში გავლა მოუწია. ცივმა წყალმა დააწვა და მოძრაობისას შარლიდან ყინულის მოცილება უწევდა. ჯერემი წინ მიიწევდა, ძმა სასწრაფოდ უნდა გადაერჩინა, მიუხედავად ფეხის ტკივილისა და მზარდი დაღლილობისა. ბნელ ღამეში სიარული, როცა იცი, რომ შენი ძმის სიცოცხლე შენზეა დამოკიდებული. შენი სისწრაფე და ორიენტაციის გრძნობა და იმის ცოდნა, რომ ყოველი წამი შეიძლება მის სიცოცხლის ფასად დაჯდეს. რა დიდი პასუხისმგებლობაა. კანიონში ჯასტინი სხვა ბრძოლას ებრძოდა. მუდმივი ცივი ნიავი ზურგში ჟრუანტელს უგზავნიდა. დისკომფორტი კი მოტეხილი ფეხის ტკივილს უმძაფრებდა. ივილს უმძაფრებდა. მან თავი აიძულა ფხიზლად დარჩენილიყო, ცოლისა და შვილების სახელები, დაბადების თარიღები და ასაკები ისევ და ისევ იმეორა, რომ გონება არ დაებინდებოდა. როცა ტკივილი კიდევ უფრო გაძლიერდა, წამოდგომა სცადა, რომ ტანჯვა გონების დაკარგვისგან დაეცვა. იმ გრძელი ღამის ერთ მომენტში ჯასტინმა ფხაჩვნის ხმა გაიგონა. მან ჩართო შუბლფანარი და დაინახა პატარა ყავისფერი თაგვი, რომელიც ახლოს დარბოდა. ეს ბევრი არ იყო, მაგრამ ის პატარა თაგვი ცოტახნით კომპანიას უწევ და უცნაურად იმედიც მისცა. მან თავისი ბოლო ნაჭერი საჭმელი გაუყო მას, მიწის თხილი და ვაშლის გულა, რომელსაც ინახავდა. თაგვი ერთადერთი ცოცხალი არსება იყო, რომელიც ჯასტინმა იმ კანიონში ნახა და რომელმაც მას ფხიზლად დარჩენაში დაეხმარა. შეახსენა, რომ სრულიად მარტო არ იყო. პირველი ღამე გავიდა, მაგრამ როცა მზე ამოვიდა და დახმარება არ გამოჩნდა, ჯასტინის გული მოეცარა. ის დარწმუნებული იყო, რომ ჯერემი მალე იპოვიდა დოვიდა დახმარებას. მაგრამ როცა დღე ისევ ღამით შეიცვალა, ჯასტინმა ეჭვი შეიტანა, შეძლებდა თუ არა კიდევ ერთი მწარე ცივი ღამის გადატანას. ამასობაში ჯერემი თითქმის 22 საათიანი ლაშქრობის შემდეგ უახლოეს გზას მიაღწია. ის ბოლოს და ბოლოს მივიდა ბანაკში, რომელიც წინა ღამეს გამოიყენეს და მაშინვე დარეკა ემერის საგრაფო შერიფის ოფისში კვირას, დაახლოებით დღის 2 საათი და 30 წუთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გამოფიტული და ჰიპოთერმიული იყო, ჯერემი ბანაკში დარჩა, მანქანაში თბებოდა და მაშველებს ელოდა. რამდენიმე საათში დაახლოებით 20 კაციანი სამაშველო ჯგუფი, რომელშიც ემერის საგრაფოს შერიფის ოფისის წევრები და ადგილობრივი სამძებრო სამაშველო ჯგუფები შედიოდნენ, გაემართა იმ შორეულ ადგილას, სადაც ჯასტინი იყო გაჭედილი. მძიმე რელიეფმა და ყინვიანმა ტემპერატურამ მაშველების წინსვლა შეაფერხა. მათ თოკები გამოიყენეს, რომ ჩამოსულიყვნენ ციცაბო მონაკვეთებზე და ფრთხილად გადაადგილდებოდნენ კანიონში. არ იცოდნენ ჯასტინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო თუ არა. შორიდან ხმები შემოესმა. როცა ყურადღება მიაქცია, თავისი სახელი გაიგონა. სამაშველო ჯგუფებმა ის იპოვეს. ორშაბათს დაახლოებით დილის 4 საათსა და 30 წუთზე, როცა მაშველებმა საბოლოოდ მიაღწიეს ჯასტინთან, თითქმის 48 საათის შემდეგ მისი ვარდნისა. ის ფაქტი, რომ მან თავი 48 საათის განმავლობაში ფხიზლად და გონზე შეინარჩუნა, ბევრს ამბობს მისი ურღევის სულისა და რწმენის შესახებ. ის იმაზე უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე ველოდით, მოგვიანებით თქვა შერიფმა ლამარ გაიმანმა. მაგრამ მათ იცოდნენ, რომ კანიონიდან მისი გამოყვანა კიდევ ერთი გამოწვევა იქნებოდა. LDS ჰოსპიტალის სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი გამოიძახეს თოკით ამოყვანის სამაშველო ოპერაციისთვის. თუმცა ვერტმფრენს კანიონის ფსკერზე დაჯდომა ვერ შეძლო, ამიტომ მაშველებმა ჯასტინი უნდა დაესტაბილიზებინათ, საკაცეზე დაემაგრებინათ და შემდეგ გრძელი თოკის საშუალებით ვერტმფრენში აეყვანათ. ეს იყო ფაქიზი და დროში გაწელილი პროცესი, მაგრამ საბოლოოდ წარმატებით დასრულდა. სამაშველო ჯგუფმა ჯასტინი LDS-ის საავადმყოფოში საჰაერო გზით გადაიყვანა, სადაც ექიმებმა მას მძიმე ჰიპოთერმია, ფეხის მოტეხილობა, მზილობა, მზის დამწრობა უმკურნალეს. ექიმების ყველა მცდელობის მიუხედავად, მათ მისი ფეხის გადარჩენა ვერ შეძლეს. 2004 წლის ახალი წლის შემდეგ ჯასტინს მარცხენა ქვედა ფეხი ამპუტაცია გაუკეთეს. მაგრამ აი რა არის მთავარი. ჯასტინი ამან ვერ შეაჩერა. ზუსტად როგორც კანიონში, მან იპოვა გზა, რომ გაეგრძელებინა. ოპერაციიდან 72 საათში მას სიცხე გაუქრა და ძალა დაუბრუნდა. მისი მეუღლის ტრიშას და მათი 5 შვილის მხარდაჭერით, მან ისწავლა პროთეზით სიარული და კიდევაც დაბრუნდა ბავშვთა ფერბურთის მწვრთნელად. ჯასტინის ისტორია გადარჩენისა და გამძლეობის მაგალითია. მას შეეძლო თავი მსხვერპლად ეგრძნო, მაგრამ ამის ნაცვლად მან წინსვლა აერჩია. მისი სიტყვებით შეგიძლია იყო ან გადარჩენილი, ან მსხვერპლი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ გაუმკლავდები ამას.
Justin Harris-ის გადარჩენა აჩვენებს, რამდენი ძალა სჭირდება წინსვლას მაშინ, როცა ყველა იმედი დაკარგულია. როცა გარეთ ხარ და ველურ ბუნებას ეჭიდები, ყოველთვის კლდეები ან სწრაფი დინებები არ არის ყველაზე დიდი საფრთხე. ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ უცნობია. ის რაღაცები, რასაც ვერ ელოდები. აი ეს ხდის კანიონინგს ესეთ ამაღელვებელად, მაგრამ ამავდროულად საშიშადაც. ხანდახან კი საქმე არ ეხება ყველაზე ღრმა კანიონში ან ყველაზე შორეულ ველურ ბუნებაში ყოფნას. თუნდაც ისეთ ადგილებში, რომლებიც ადვილად მისადგომად ჩანს, ერთი არასწორი ნაბიჯი ყველაფერს ცვლის. ეს სწორედ ისაა, რაც კალიფორნიის სიერას ეროვნულ ტყეში, სახელად შეივერ კატში მოხდა, სადაც კანიონი, რომელიც შედარებით მოკლედა და იოლად გასავლელი ჩანდა, წამებში სასიკვდილო გახდა. შეივერ კატს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ზემო სტივენსონ კრიკი, გარედან დიდად არაფრით გამორჩეული იერი აქვს. ის გზის პირდაპირ გვერდით მდებარეობს და არ არის იმ უზარმაზარ სათამჯენ კანიონებს შორის, რომლებიც მრავალი მილის სიგრძეზე იშლება. სინამდვილეში თუ მარკუჟად გაივლით, ეს მხოლოდ რამდენიმე ასეული იარდის სიგრძისაა. მაგრამ რაც შეივერ კატს საშიშს ხდის, მისი ზომა არ არის. ეს წყალი. კანიონი ცნობილია თავისი სწრაფი, ძლიერი წყლით, რომელიც ვიწრო, ვის ფორმის არხში სწრაფად და მწრაფად და ძლიერად მიედინება. მოცდილი კანიონერებისთვისაც კი ეს რთული გადასალახავია. უწყვეტად მოძრავი წყალი თითქმის შეუძლებელს ხდის ფეხზე მყარად დადგომას და ადვილად შეიძლება წაგიღოს. ზოგიერთი ბაქანი იმდენად სრიალაა, რომ როგორც არ უნდა ეცადო, წყალში ჩავარდნას ვერ აიცილებ. და როგორც კი წყალში არ მოჩნდები, მისი ძალა იმდენად ძლიერია, რომ წამში შეიძლება გზიდან გადაგახვიოს. 2014 წლის 5 ივლისს სამი კანიონერის ჯგუფი, მათ შორის ლუის ორტისი, შავერ კატზე გასასვლელად გაემართა, მზად იყვნენ გამოწვევისთვის. მათ იცოდნენ, რომ ეს ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ მზად იყვნენ ამაღელვებელი თავგადასავლისთვის. კანიონში რამდენიმე რაპელია, რომელთაგან მეორე ყველაზე საშიშია. მეორე რაპელი დაახლოებით 70 ფუტზე დაგიშვებთ და იქ წყლის ნაკადი ძალიან ძლიერია. იქ დამონტაჟებულია გადამისამართების ბოლტი, რომელიც საშიში ჩანჩქერისგან დაგიცავთ, მაგრამ თუ გამოტოვებთ, პრობლემაში აღმოჩნდებით. მაგრამ ლუისი გამოცდილი კანიონისტი იყო. მან მეორე ჩანჩქერზე დაშვება დაიწყო, როცა თავისი თოკი ჩაამაგრა ძველ ჟანგიან კაუჩში, რომელსაც ადრე ბევრჯერ იყენებდა. როცა ლუისმა დაშვება დაიწყო, ფეხი დაუწდა სველ ქანაზე. მისი წონის ძალამ საკმარისი იყო, რომ კაუჩი წნეხის ქვეშ მოეხარა. წამში ლუისი გვერდულად დაირხა და პირდაპირ ჩანჩქერის ძლიერ ნაკადში აღმოჩნდა. წყლის სიმძლავრემ ლუისი კლდეებს მიაჭირა და სანამ ვინმე რეაგირებას მოასწრებდა, ის უკვე გაჭედილი იყო. ნაპრალი, სადაც ლუისი გაჭედილი იყო, ვიწრო აღმოჩნდა, ხოლო მის ზემოთ გადმოსული წყალი თითქმის შეუძლებელს ხდიდა მის მოძრაობას და სუნთქვას. წარმოიდგინე, რომ თოგზე ხარ ჩამოკიდებული, რომელიც სიკვდილამდე დაცემისგან გიცავს, მაგრამ ამავე დროს პირდაპირ შენ სხეულზე ჩამომავალი ტონობით წყლის წნევის ქვეშ გიჭერს. წყალი თავზე გადმოგედინება, თვალებს გიბრმავებს, პირს გიფარავს, როცა სუნთქვას ცდილობ. წყალი ძლიერი და დაუნდობელი იყო და ლუის არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ის გაჭედილი და უმწეო იყო. მისმა მეგობრებმა მიხვდნენ, რაც მოხდა და მაშინვე დახმარებისთვის გაიქცნენ. მათ ცადეს ზემოდან გამოეთრიათ, მაგრამ წყალი ძალიან ძლიერი იყო. მათ ცადეს ქვემოდან მისწვდენოდნენ, მაგრამ ადგილი ძალიან ვიწრო იყო. რაც არ უნდა ეცადათ, წყალი მაინც უფრო ღრმად აძვრენდა მას ნაპრალში. დრო იწურებოდა და სიტუაცია წუთით წუთზე უფრო სასოწარკვეთილი ხდებოდა. მოკუხარე ჩანჩქერის ხმაური საუბარსა და მოსმენას ართულებდა, ხოლო წყლის დაუღალავი ნაკადი თითქმის შეუძლებელს ხდიდა გადარჩენის ნებისმიერ მცდელობას. მათი ყველა მცდელობის მიუხედავად, ლუისი თავის დაღწევას ვერ ახერხებდა. აბსოლუტური კოშმარის სიტუაციაში ლუის ორტისი იქ დაიხრჩო, კლდეებს შორის გაჭედილი, იმავე კანიონში, რომლის შესასწავლადაც ისინი წავიდნენ. როდესაც სამაშველო ჯგუფები რამდენიმე საათის შემდეგ მივიდნენ, მათ სერიოზული გამოწვევა დახვდათ. ძლიერი წყლის ნაკადი, რომელმაც ლუისი გააკავა. მათ იცოდნენ, რომ მისი სხეულთან პირდაპირ მისვლა მაშველებისთვის ძალიან სახიფათო იქნებოდა, რადგან წყლის წნევა კვლავ საშიშად ძლიერი იყო. ლუისის სხეულის უსაფრთხო დამოსაყვანად, სამაშველო ჯგუფებმა კოორდინაცია მოახდინეს Southern California Edisonთან, SCE-სთან, რომელიც მართავს სტივენსონ კრიკის ზემოთ მდებარე კაშხალს. კაშხალი აკონტროლებს წყლის გამოშვებას, რომელიც შეივერ კატში ჩაედინება. SCE-ის ინჟინრებმა სწრაფად შეამცირეს წყლის ნაკადი კაშხლის კარიბჭეების დახურვით. მათ ნაკადის ეტაპობრივად შეწყვეტით შეძლეს კანიონში წყლის დონის დაწევა და ჩანჩქერის ძალის შემცირება. ეს ნაბიჯი გადამწყვეტი იყო მაშველებისთვის, რადგან მათ უსაფრთხოდ მიუახლოვდნენ ვიწრო ნაპრალს, სადაც ლუისი იყო გაჭედილი. როგორც კი წყლის წნევა შემცირდა,
მაშველებმა თოკებისა და აღკაზმულობის გამოყენებით მიაღწიეს იმ ვიწრო ადგილს, სადაც ლუისი იყო გაჭედილი. დიდი ძალისხმევით მათ შეძლეს მისი სხეულის გათავისუფლება და უფრო უსაფრთხო ადგილას ამოყვანა კანიონში. მთელი ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა და საჭიროებდა ზუსტ კოორდინაციას კანიონინგის ექსპერტებს, გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებსა და SCI-ის პერსონალს შორის. კაშლიდან წყლის ნაკადის კონტროლის გარეშე ოპერაცია შეუძლებელი იქნებოდა და დამატებით რისკებს შეუქმნიდა სამაშველო ჯგუფებს. უბედური შემთხვევის შემდეგ ხალხმა იკითხა, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო. ჯგუფი რისკების შესახებ იცოდა, მაგრამ მომენტის სიმძაფრეში გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღეს და შედეგები ტრაგიკული აღმოჩნდა. ექსპერტებმა მოგვიანებით გაანალიზეს სიტუაცია და აღნიშნეს, რომ გადამისამართების ანკერის ვარიანტები ცუდად იყო განთავსებული და რომ ლუიმ საერთოდ უნდა აერიდებინა ჟანგიანი კაუჭი. მაგრამ, როგორც ამბობენ, მერე ჭკუა ყველას მოსდის და წარსულში ყურება ყოველთვის უფრო ნათელია, ვიდრე თავადის მომენტი. ეს მოგვიყვანს კიდევ ერთ კატასტროფასთან, რომლის გააზრებაც ძნელია. როგორც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კანიონინგის ტრაგედია, ეს იმ ტიპის ამბავია, რომელიც მუდამ გრჩება გონებაში და გაწუხებს კითხვებით. რა იქნებოდა რომ და ნეტავ ასე რომ ყოფილიყო. ეს შემთხვევა 1999 წელს მოხდა შვეიცარიაში, ადგილას სახელად ზექსშენბახის ხეობა და მასში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ თავგადასავალს ეძებდნენ. ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ რა ელოდათ იმ დღეს. ეს იყო 1999 წლის 27 ივლისი და ტურისტების ჯგუფი, რომლებიც ადრენალინით სავსე შუადღისთვის ემზადებოდნენ, კანიონინგის ტურზე დარეგისტრირდნენ. მათგან უმეტესობისთვის კანიონინგის სრულიად ახალი გამოცდილება იყო. ისინი ენდობოდნენ თავიანთ გიდებს, რომლებსაც უნდა გაეყვანათ. ისინი ზაგშენბახის მდინარის მრუდე და ვიწრო ხეობაში, რომელიც შვეიცარიის ალპებში, ზაგშენბახის სოფლის მახლობლად მდებარეობს. ბნელდებოდა, როცა ჯგუფი მივიდა და წვიმა დაიწყო. ამინდი სწრაფად უარესდებოდა. მაგრამ როცა იქ ხარ, ხანდახან ამინდი თავიდან დიდ პრობლემად არ გეჩვენება. უბრალოდ თავგადასავლის კიდევ ერთი ნაწილია. კელი ბრაკოვიჩმა ტურისტთაგან ერთ-ერთმა გაიხსენა ის მოუსვენარი შეგრძნება, როცა ხეობაში შედიოდნენ და თავზე ქარიშხალი გროვდებოდა. წვიმდა და ელავდა, როცა ხეობასთან მივდიოდით, თქვა მან. მიუხედავად ამისა, გიდებმა ჯგუფი მდინარეში შეიყვანეს. ისინი თავდაჯერებულები, გამოცდილები და ამ ადგილის კარგად მცოდნენი იყვნენ. რა შეიძლებოდა არასწორად წასულიყო? სულ 4 ჯგუფი იყო, თითოეულში დაახლოებით 10-დან 12-მდე ადამიანი და 2 გიდი. კელი და მისი მეგობრები პირველ ჯგუფში იყვნენ და დაახლოებით 4:30-ზე შევიდნენ ზაგშენბახის მდინარეში. როდესაც ისინი ცივ და სწრაფად მოედინებარე წყალში გადიოდნენ, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მთებში ქარიშხალი წუთით წუთზე ძლიერდებოდა. 5:40-ზე კელის ჯგუფი კანიონის ერთ ადგილს, სახელად ფრიჯი მიაღწია. ეს იყო რთული მონაკვეთი, სადაც უნდა ჩასულიყავი ყინულივით ცივ წყალში კისრამდე. ლოკა მოლიპულ ლოდს მიეყუდებინა და თავი გადაგეტანა მძვინვარე ჩანჩქერის ქვეშ. კელი პირველმა გამოთქვა სურვილი წასულიყო. ერთი გიდი მის უკან იყო, მეორე კი მეორე ნაპირზე. კელი ძლიერ დინებაში მოჰყვა და რამდენჯერმე ჩანჩქერის ქვეშ აღმოჩნდა. საბედნიეროდ ერთ-ერთმა გიდმა მოახერხა მისი ამოყვანა, სანამ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდებოდა. კელი ჯერ კიდევ სუნთქვას იკრებდა და ცდილობდა გაეაზრებინა, რაც ახლა მოხდა, როცა ნამდვილი კატასტროფა დატრიალდა. მან გაიგონა თავისი გიდის, მაიკ ებოტის მოულოდნელი ყვირილი. გამოდით წყლიდან. მან ზემოთ აიხედა და სწორედ ამ დროს დაინახა ის. 2 მეტრი სიმაღლის მასიური ტალღა, სავსე ნამსხვრევებით, მეჩქარედ მიექანებოდა კანიონში, როგორც სატვირთო მატარებელი. წყლის კედელი სავსე იყო მორებით, ლოდებით და ტალახით. ეს იყო უეცარი წყალდიდობა, გამოწვეული ქარიშხლით, რომელიც მთებში მათ ზემოთ იკრიბებოდა. პანიკა ატყდა. გიდები ცდილობდნენ ხალხი უსაფრთხო ადგილას გადაეყვანათ, მაგრამ სრული ქაოსი იყო. კარენ მილერი, გიდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კელი დაეხმარა, ეხლა გამოფიტვასთან ბრძოლაში იყო. ის წყალში გადახდა, რომ გადაერჩინა კლიენტი, რომელიც გაჭედილი იყო და მოახერხა მისი დროულად გამოყვანა. მაგრამ წყალდიდობა არ შეჩერებულა. ის ისევ გადახდა წყალში. კიდევ ერთი ადამიანი გამოიყვანა უსაფრთხოდ და შემდეგ კიდევ ერთი. ეს იყო წარმოუდგენელი სიმამაცის გამოვლინება, მაგრამ ამასთან ერთად მას ძვირფას დროს აკარგვინებდა. იმ დროისთვის წყალდიდობას ჯგუფის დიდი ნაწილი უკვე წაეღო. კელის საშინელებით უყურებდა, როგორც აიღო მათ უკამდგომი ჯგუფის ხალხი წყლის ნაკადმა და ისინი უმწეოდ ტრიალებდნენ მძლავრ ტალღებში. ზოგმა მოახერხა და კანიონის ტალახიან ნაპირზე აძვრა, სხვები კი სწრაფმა წყალმა წაიღო და გაქრნენ. კარენი, რომელიც კიდევ მეტი ადამიანის გადარჩენას ცდილობდა, ბოლოს კიდევ ერთხელ გადახდა წყალში, მაგრამ დინება მისაც ჩაითრია. სანამ ვინმე დაეხმარებოდა, წყლის ნაკადმა წაიღო.
სულ იმ დღეს 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 გიდი. ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი მხოლოდ 19 წლის იყო, ხოლო ყველაზე უფროსი კი 31 წლის იყო. გადარჩენილები წყლიდან ამოიყვანეს, ძლივს ცოცხლები, მათმა თანაგუნდელებმა, ვინც მათთან მისვლას შეძლო. კელი მოგვიანებით იხსენებდა, როგორი არარეალური იყო ეს ყველაფერი მისთვის. შოკი იმის გააზრებისა, რომ მისი ზოგიერთი მეგობარი მის თვალწინ წაიღო ტალღამ და ისინი აღარასოდეს დაბრუნდებოდნენ. ეს იყო კანიონინგის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კატასტროფა ისტორიაში. თავდაპირველად ხალხს ეგონა, რომ ეს უბრალოდ საშინელი შემთხვევა იყო, ბუნების გაუთვალისწინებელი მოვლენა, რომელსაც ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. მაგრამ როგორც გამოძიება მიმდინარეობდა, ნათელი გახდა, რომ ეს კატასტროფა შეიძლებოდა აცილებულიყო. შვეიცარიის ხელისუფლებამ სწრაფად დაადანაშაულა Adventure World-ი, კომპანია, რომელიც მოგზაურობის ორგანიზებაზე იყო პასუხისმგებელი. აღმოჩნდა, რომ დღის დასაწყისი შტორმის შესახებ გაფრთხილებები უკვე გაცემული იყო, მაგრამ მოგზაურობა მაინც გაგრძელდა. ბევრმა დააკენა კითხვის ნიშნის ქვეშ კანიონში შესვლის გადაწყვეტილება, მიუხედავად მზარდი შტორმისა. შემდგომი პერიოდი სავსე იყო მწუხარებით, ბრალდებებითა და სამართლებრივი ბრძოლებით. შვეიცარიის ხელისუფლებამ დაიწყო სისხლისცალი სამართლის გამოძიება და Adventure World-ის რამდენიმე თანამშრომელს ბრალი წაუყენა, გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისთვის. საბოლოოდ 6 მათგანი, მათ შორის 2 მენეჯერი, დამნაშავედ ცნეს და მიესაჯათ პირობითი სასჯელები და ჯარიმები. ტრაგედიამ შვეიცარიაში კანიონინგისთვის უსაფრთხოების ზომების გამკაცრება გამოიწვია. მაგრამ გარდაცვლილთა ოჯახებისთვის არც ერთი რეგულაცია ვერ დააბრუნებს მათ საყვარელ ადამიანებს. საქსიტენის მახლობლად ახლა მუდმივი მემორიალი დგას, რომელიც იმ ბნელი დღის მსხვერპლს ეძღვნება. გადარჩენილებისთვის, როგორიცაა კელი, იმ კანიონის მოგონებები, წყალდიდობის ღრიალი და მეგობრების დაკარგვის ტრავმა შესაძლოა არასოდეს გაქრეს. საქსიტენის ხეობა შეიძლება ლამაზი ადგილი იყოს, მაგრამ ის ასევე ადგილია, რომელიც პატივისცემას მოითხოვს. ადგილი, რომელსაც შეუძლია გაფრთხილების გარეშე ადამიანების სიცოცხლე შეიძიროს. კანიონინგი თავგადასავლებით სავსე გამოცდილებას გვთავაზობს, მაგრამ ეს ისტორიები გვახსენებს, რამდენად არაპროგნოზირებადი და საშიში შეიძლება იყოს ველური ბუნება, თუნდაც ყველაზე მომზადებული ავანტიურისტებისთვის. ყოველთვის დაიმახსოვრეთ, რომ ბუნებას გმადლობთ ყურებისთვის და მომავალ ვიდეოში შევხვდებით. იყავით მამაცები და გაბედულად იცხოვრეთ.